ძვირფასო თანამემამულეებო, მოგესალმებით. დღეს თქვენთან ერთად ძალიან საინტერესო საკითხი უნდა განვიხილოთ, რომელიც შეეხება შორეულ აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს და პროცესებს. განსაკუთრებით კი საუბარია თაივანის კუნძულის ირგვლივ შექმნილ ვითარებას და ჩვენ თქვენთან ერთად დღეს განვიხილავთ რუკაზე, როგორც ვითარებას თავად ტაივანში, ასევე ჩინეთის აქტიურობას და სტრატეგიულ განლაგებას. იაპონიის სტრატეგიულ განლაგებას და მზარდ ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებს სამხედრო პოტენციალის მნიშვნელოვნად გაზრდას იაპონიის მიერ, სამხრეთ კორეის მიმართულებას, სადაც ასევე მნიშვნელოვანი თანამშრომლობა იკვეთება იაპონია სამხრეთ კორეის მიმართულებით. ჩვენ თქვენთან ერთად განვიხილავთ იაპონიის მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის პრემიერ-მინისტრის ხმაურიანი განცხადებები, რომლის შედეგადაც პეკინში, ჩინეთში ძალიან უკმაყოფილო იყვნენ და პროტესტის ნოტაც კი გაუგზავნეს. განვიხილავთ ასევე ვენესუელაში შექმნილი ვითარების ფონზე რამდენად დიდია ალბათობა შეერთებული შტატების რაიმე ფორმით ჩარევის ამ პროცესში ტაივანს რაც უკავშირდება და ამავდროულად რამდენად დიდია ალბათობა რომ საერთოდ ჩინეთი წავა ამ ტიპის ქმედებებზე, ანუ თაივანის ძალით დაკავებაზე. ფილიპინების როლსაც შევეხებით და ზოგადად გეოპოლიტიკურ სტრატეგიულ საკითხს, სამხედრო ბაზებსაც განვიხილავთ, მათ შორის კონკრეტულად შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების განლაგებას და შესაძლებლობებს. დეტალურად მოგიყვებით ბოლო პერიოდის განმავლობაში შექმნილ იქ სამხედრო პოლიტიკურ ვითარებას, გადალაგებას, გადაადგილებას მათ შორის და შესაძლო სცენარებს, მათ შორის როდის არის შესაძლებელი ასეთი ოპერაცია თაივანში, რა ვადებში და რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს ან არ იყოს ასეთი ქმედებები. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის, მიუხედავად იმისა, რომ ყურადღების ცენტრში არ არის ხოლმე არც ჩვენი მედიის და არც ანალიტიკური სივრცის შორეული აღმოსავლეთი, რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ამცირებს ამ მიმართულების მნიშვნელობას, მათ შორის ჩვენთვისაც, რადგანაც დღეს უკვე ეს შორეული აღმოსავლეთი გახდა პრინციპში შეერთებული შტატების გლობალური ყურადღების ეპიცენტრი და შეიძლება უდიდესი დაჯახების ცენტრადად იქცეს. პირველ რიგში, აუცილებლად გთხოვთ, რომ დაალაიქოთ ეს ანალიზი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამით თქვენ მხარს უჭერთ ჩემს საქმიანობას და არხს. ასევე შეგიძლიათ დაწეროთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში, ისევე როგორც გამოიწეროთ არხი, ჩართოთ ასევე წყობინებები და ამავდროულად შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ არხს კომენტარებში და აღწერაში მოცემული საშუალებების მეშვეობით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და გადავიდეთ უშუალოდ საკითხის დეტალურ ანალიზზე რუკის მეშვეობით. ახლა უკვე რუკის მეშვეობით განვიხილავთ შექმნილ მდგომარეობას და პირველ რიგში გეტყვით, რომ ეს არის თაივანის კუნძული. თქვენ აქ შეგიძლიათ ნახოთ თავად თაივანი, მისი დედაქალაქი თაიპეი და მისი განლაგება. ცოტა შორიდან რო შევხედოთ, ჩინეთთან შედარებით, აგერ ჩინეთის ტერიტორია, თუმცა ესეც უნდა ითქვას, რომ ჩინეთის ტერიტორია, მაგალითად თიბეტის ნაწილი მთლიანად მთიანი და იქ პრაქტიკულად ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობს, ისევე როგორც ცენტრალურ აზიასთან მდებარე ნაწილი ჩინეთის. პრინციპში ძირითადად ეთნიკურად ჩინელები არ ცხოვრობენ იქ, ჩინელები ცხოვრობენ ამ ნაწილში, ანუ ძირითადად აღმოსავლეთ ნაწილში ჩინეთის და ნაპირთან. თაივანი კი პრინციპში ორი დიდი კუნძულიდან ერთ-ერთია, რომელიც ჩინეთის ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს. ერთი არის ჰაინანის კუნძული, რომელსაც ჩინეთი აკონტროლებს, აგერ ხედავთ, ჰაინანის კუნძული და მეორე არის თაივანის კუნძული. თაივანის კუნძულზე, როგორც იცით, მდებარეობს ცალკე ხელისუფლება, ეს არის კომუნისტური გადატრიალებიდან ჩინეთიდან გაქცეული ხელისუფლება, რომელსაც მოუწყეს კომუნისტური გადატრიალება და რომელმაც აქ ჩამოაყალიბა ჩინეთის რესპუბლიკა. თაივანს ამბიცია მარტო კუნძულზე არ აქვს და ზოგადად თავს ლეგიტიმურ ხელისუფლებად აცხადებს მთელი ჩინეთის.
ჩინეთი კი მიიჩნევს, რომ ტაივანი სეპარატისტული ერთეულია და ერთიანი ჩინეთის პოლიტიკიდან გადის. ეს რა თქმა უნდა სერიოზული პოლიტიკური საკითხია, იმიტომ რომ იდეოლოგიური განსხვავება ამ ქვეყნებს შორის და ამ ერთეულებს შორის, ანუ მათ შორის მმართველ რგოლებს გულისხმობ როგორც ერთეულებს, უკავშირდება პირველ რიგში იმას, რომ ეს არის გავლენის საკითხი. ჩინეთს რა თქმა უნდა არ სურს რომ იყოს ალტერნატიული ჩინეთი, ხოლო ტაივანს რა თქმა უნდა არ სურს დაემორჩილოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. გეოპოლიტიკურად სანამ გადავალთ ძალიან საინტერესო დეტალებზე, აქ ასევე ამ რეგიონში მდებარეობს იაპონია, ხედავთ ჰოკაიდოს კუნძულამდე, რუსეთამდე, აქ ვლადივოსტოკამდე, აგერ ვლადივოსტოკი და სხვა სახალინის კუნძულამდე და ასე შემდეგ, აქ მდებარეობს იაპონია ბოლო ჰოკაიდოს კუნძულით, რომ აი ხედავთ აქ. ეს არის იაპონია, თუმცა ბოლო კუნძული ყველაზე სამხრეთით იაპონიის არის აგერ აქ. და ეს არის იონაგუნი კუნძული, რომელიც მდებარეობს ტაივანიდან 120 დაახლოებით კილომეტრში, რაც არის ძალიან მცირე მანძილი და პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რაც ხშირად ეშლება ბევრს, გონია რომ იაპონია სადღაც აქ მთავრდება და ტაივანი აქ და შესაბამისად იაპონიიდან ტაივანამდე არის 1100 კილომეტრი, ეს ასე არ არის, 100 კილომეტრზე ოდნავ მეტი არის რეალური დისტანცია იაპონიიდან ტაივანამდე. გარდა ამისა, ასევე არის სამხრეთ კორეა. სამხრეთ კორეას გაცილებით მეტი აქვს დისტანცია, ნამდვილად დაახლოებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აგერ 1200 კილომეტრი სამხრეთ კორეას აქვს დისტანცია, ეს 100-ია ნამდვილად. თუმცა მაინც ამ მასშტაბში, ანუ ამ გეოგრაფიაში ეს შორს არ არის. შესაბამისად, ტაივანი, იაპონია, სამხრეთ კორეა უნდა განვიხილოთ ერთობლივად და აი ამ სამი მნიშვნელოვანი მოთამაშის, რომელსაც ემატება ფილიპინები, აგერ ხედავთ თქვენ ფილიპინები და ფილიპინები არის მზარდი შეერთებული შტატების პარტნიორი აქ, მათ შორის აი ამ ჩინეთის შეკავების პოლიტიკის ნაწილში და თქვენ ახლა ნახავთ, რას გულისხმობს ჩინეთის შეკავება, ხო? აქ არის ტერმინი ცნობილი პირველი, ესე იგი, ჯაჭვის კუნძულები ქვია ამას. და ეს პირველი ჯაჭვის კუნძულები მოიცავს იაპონიას, სამხრეთ კორეას, ტაივანს და ფილიპინებს. დაახლოებით. ამ რუკაზე ახლა ამაზე უკეთ ვერ გაჩვენებთ, მაგრამ დაახლოებით თქვენ ხვდებით შინაარსი პირველი თავდაცვის ზღუდის ჩინეთისგან. და ეს პირველი თავდაცვის ზღუდის ცენტრალური ადგილი მდებარეობს იაპონიაში, ოღონდ აქ, კუნძულ ოკინავაზე, აგერ კუნძული ოკინავა ხედავთ. როგორც კი ჩინეთიდან, აი მთელი აი ამ ტერიტორიიდან, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვიდან და შანხაის ტერიტორიიდან, ანუ ტაივანამდე, აი ყველაფერი რაც კი აქ არის, ყველაფერი კონტროლირდება ოკინავას მეშვეობით და პეკინიც კი დედაქალაქი აქ არის, როგორც კი პეკინიდან გემით გამოდიხარ, სხვა გამოსავალი, რომელი მიმართულებითაც არ უნდა წახვიდე, სხვა გამოსავალი იმისა, რომ ოკინავას კონტროლის ფარგლებში აღმოჩნდე, არ არსებობს. უკვე არ ვამბობ იმას, რომ სამხრეთ კორეა, იაპონია და ტაივანი აი ამ მიმართულებას, აი ამ ნაწილს ზღვის ეფექტურად აკონტროლებენ. და ოკინავას სამხედრო ბაზა, ოკინავაზე მდებარეობს ამერიკული უმსხვილესი სამხედრო ბაზა, აგერ ოკინავას სამხედრო ბაზა, სადაც არის ძალიან ბევრი შესაბამისი თვითმფრინავი, შესაბამისი შეიარაღება და სამხედრო დანიშნულება და შემიძლია ვთქვა, რომ მარტო ეს ბაზა არ არის, გვერდით აქ არის ანგარები, გვერდით არის პორტი ასევე, საკმაოდ ახლოს და ერთი სიტყვით შეერთებულ შტატებს რამდენიმე ბაზაც გააჩნიათ აქ ოკინავაზე, შესაბამისად ოკინავა მთლიანად არის შეერთებული შტატების სტრატეგიული წერტილი აი ამ რეგიონში. შეერთებული შტატების მოკავშირეები არიან ცხადია აქ იაპონია, როგორც თქვი, სამხრეთ კორეა, ტაივანი არის ნახევრად მოკავშირე, იმიტომ რომ ბოლომდე აღიარებული არ არის დიპლომატიური ქვეყნები, ურთიერთობები ქვეყნებს არ გააჩნიათ, თუმცა კავშირები ძალიან სერიოზული აქვთ და ასევე, რა თქმა უნდა, ფილიპინები, როგორც გითხარით. ნუ იმას აღარ ვამატებ, რომ სინგაპური აქ, სადაც გადის მსოფლიო ვაჭრობის უზარმაზარი რაოდენობა, აი ასე გადის დაახლოებით, რომ ხდებოდეთ მსოფლიო ვაჭრობა, უზარმაზარი როლი გააჩნია სინგაპურს ამ რეგიონში.
ზოგადად ჩინეთს ორი ძირითადი მიმართულება გააჩნია, ნახეთ, აი ეს ნაწილი ზღვის და უკვე თაივანის სამხრეთით, ანუ სამხრეთ ჩინეთის ზღვა, აი ეს ნაწილი რეალურად, სადაც ძალიან სერიოზული ასევე მიმდინარეობს დავები აი ამ პატარ-პატარა კუნძულებზე, ხედავთ, ვის რომელი კუნძული ეკუთვნის და აქ ჩინეთი აშენებს საკუთარ სამხედრო ბაზებს. ახლა მე მინდა გაგაცნოთ ცოტა უფრო დეტალურად სპეციალური ინფორმაცია, რაც მოვამზადეთ თქვენთვის, იმისთვის, რომ ამ რეგიონში შექმნილი სამხედრო პოლიტიკური ვითარება ჩვენ თქვენთან ერთად განვიხილოთ. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ესე იგი თაივანის მიმართულებით რომ ვნახოთ, დედაქალაქი მდებარეობს აგერ ტაიპეიში, რომ დავაახლოვოთ და ვნახავთ, რომ ტაიპეი ცოტა ღრმად მდებარეობს, მაგრამ ბევრი რაოდენობის მთა არის ირგვლივ, რაც თავდაცვის კარგი შესაძლებლობებია ზოგადად, თუმცა საერთაშორისო აეროპორტი ტაიპეის მდებარეობს პირდაპირ ზღვასთან, ისევ როგორც საერთაშორისო პორტი და შესაბამისად ორივე არის საკმაოდ მოწყლად მდგომარეობაში. გარდა ამისა, ქალაქი ტაიპეი მდებარეობს მდინარეზე და რეალურად სამხედრო ოპერაციისას შესაძლებელია მდინარის მეშვეობით მიღწევა თაივანის ქალაქამდე ნავების მეშვეობით. ესეც არის ერთ-ერთი საინტერესო კონკრეტული მდგენელი. ზოგადად უნდა ითქვას, რომ თაივანის მოწყვლადობის ერთი ნაწილი უკავშირდება იმას, რომ ძირითადი დასახლებული ქალაქები მდებარეობს მარცხენა სანაპიროზე, ანუ უკაცრავად დასავლეთ სანაპიროზე. აღმოსავლეთ სანაპირო ამ შემთხვევაში მთლიანად პრაქტიკულად არის მცირეოდენით დასახლებული და აი თქვენ ხედავთ, რომ აქ ძალიან პატარა ქალაქები არიან, ერთი ეს ქალაქი არის ცოტა დიდი, დანარჩენში რელიეფი არ უწყობს ხელს. ანუ დაახლოებით ისეთი რელიეფი არის აქ ამ მიმართულებით, როგორიც ჩვენ გვაქვს დაახლოებით სარფის რაიონში მაგალითად. შესაბამისად იქ ისეთი ნაპირია, რომ აქ ქალაქებს ვერ ააშენებ. ამიტომ ქალაქები არის აშენებული აქეთ ნაპირზე, დასავლეთ ნაპირზე. თაივანს ეკუთვნის ზოგადად ასევე აი ეს კუნძულები და კიდევ ირგვლივ მდებარე ეს კუნძულები, თუმცა აქედან ყველაზე სტრატეგიული ფუნქცია გააჩნია აი ამ კუნძულებს. შესაძლოა იყოს გამოყენებული, ასე ვთქვათ, გარკვეული ოპერაციის დროს, მაგრამ ასევე უნდა გითხრათ, რომ თაივანს ეკუთვნის აი ეს კუნძულები, აი აქ 4 კუნძული ხედავთ, აქ 1 კუნძული და აქ 2 კუნძული. ეს კუნძული ძალიან პატარა, არც ჩანს რუკაზე, კინმენი კუნძული გაცილებით დიდია. ხედავთ, რა თქმა უნდა, ყველას ესმის სამხედრო პერსპექტივიდან, რომ ამ კუნძულების, ესე იგი, ოკუპაცია საკმაოდ მარტივი არის ჩინეთის მიერ და საერთოდ თვითონ თაივანიც არის ზოგადად მოწყვლადი. მეორე საკითხი არის, რომ აქეთა მხრიდან იაპონიის მხარდაჭერა შეიძლება იყოს, აქეთა მხრიდან ფილიპინების. იმიტომ რომ ძალიან ახლოს მდებარეობენ. თუმცა ჩვენ თქვენთან ერთად ასევე უნდა შეერთებული შტატების აქ მდებარეობაც განვიხილოთ. ხო, ერთი თქვით ოკინავას კუნძული, მაგრამ მაგით არ თავდება შეერთებული შტატების აქ ყოფნა რეგიონში და აგერ არის აქ ჰავაის კუნძულები, როგორც შეერთებული შტატების შტატი, ჰავაის შტატი, როგორც მთავარი დასაყრდენი შეერთებული შტატების ამ რეგიონში. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი აქ უსაფრთხოების. გარდა ამისა, ჩვენ სხვა კუნძულებიც არის რეგიონში, გუამი, აგერ გუამის კუნძული, რომელიც მინდოდა თქვენთვის ჩვენება, სადაც ხედავთ, რომ არის ანდერსენის სამხედრო ბაზა. ანუ აი აქ ჩვენ ხედავთ გუამის კუნძულს და ოკინავას კუნძულამდე არის 2300 კილომეტრი და ჩვენ ხედავთ ჰავაის კუნძულებს, აგერ აქედან, სადაც ჰონოლულუდან, ესე იგი, გუამის კუნძულამდე არის დაახლოებით 6000 კილომეტრი. ანუ რეალურად ამერიკული უსაფრთხოების მთელი ფარი აქ დგას აი ამ სისტემაზე. და მე მინდოდა ეს ძალიან თვალსაჩინოდ მეჩვენებინა თქვენთვის ერთი კონკრეტული მიზეზის გამო. და ეხლავე გაჩვენებთ. ერთი არის, რომ აქ კალიფორნიიდან მეორე ზოლი არის კალიფორნია ჰავაის კუნძულები კავშირი, ასევე ალასკიდან, ანკორიჯიდან, აქედან ასევე კიდევ ერთი გზა არის.
ისე როგორც ანკორიჯიდან პირდაპირი გზაც არის, თუმცა ეს გზა ხედავთ რომ გადის უკვე რუსეთთან ძალიან ახლოს და ძირითადად იაპონიის მიმართულებით თუ დავინახავთ, მაშინ ვიტყვით რომ აი ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი მარშრუტი და თავად შეერთებული შტატებიდან პირდაპირ იაპონიის მიმართულებით აგერ კიდევ ერთი მარშრუტი. ანუ ეს მარშრუტები არის დაახლოებით რაც შეერთებული შტატების აქ სამხედრო განლაგებას ძირითადად ამყარებს. და ამ მარშრუტების მეშვეობით განთავსებული არის ასევე ლოგისტიკა შეერთებული შტატების იაპონიაში და სამხრეთ კორეაში. ასევე მოკავშირეები არიან შეერთებული შტატების ავსტრალია და ახალი ზელანდია. შესაბამისად, ნებისმიერ პროცესში ავსტრალიის ტერიტორიიდანაც ნებისმიერი მხარდაჭერა ესე იგი თაივანის მიმართულებით რჩება საინტერესო და დღის წესრიგში. აი შეერთებული შტატების პარადიგმა დაახლოებით ასე გამოიყურება წყნარი ოკეანის მიმართულებით და როცა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხშირად საუბრობს რომ ჩვენ გვჭირდება ყურადღების გადატანა იქეთო, ანუ ჩინეთისკენ და წყნარი ოკეანის მიმართულებით და ევროპელებმა მიხედონო, აი ამას გულისხმობს რომ აქ მას სჭირდება ჩინეთის შეკავების საკმაოდ სერიოზული სისტემა, იმიტომ რომ ეს სისტემა უნდა გულისხმობდეს და ჩვენ ახლა უკვე განვიხილეთ და ახლოდან შევხედავთ ამ პროცესებს, ეს სისტემა რა თქმა უნდა გულისხმობს ფილიპინებთან და საერთოდ აი ამ სამხრეთის მიმართულებითაც თანამშრომლობას, არა მხოლოდ ტაივანის, ასევე კუნძულების მიმართულებითაც, სადაც ძალიან აქტიურობს თავად ჩინეთიც და აქ ავსტრალიას გააჩნია ფუნდამენტური როლი. ზოგადად არის შექმნილი შეერთებული შტატების მიერ ალიანსი, ერთი ალიანსი არის შეერთებული შტატები, ავსტრალია და გაერთიანებული სამეფო და მეორე ალიანსი გულისხმობს პრინციპში შეერთებულ შტატებს, იაპონიას, ავსტრალიას და ინდოეთს. და ეს გარკვეულწილად გათვლილი არის ასევე ჩინეთის შეკავების მიმართულებით პროცესი. ეხლა ჩვენ დეტალურად უნდა გავიხილოთ ბოლო იქ სამხედრო პოლიტიკური გადაადგილება და მე მოვამზადე საკმაოდ დეტალური ინფორმაცია თქვენთვის. უნდა ვთქვა რომ აი აქ ხედავთ თქვენ გარკვეულ გემებს და გადაადგილებას. ეს გადაადგილება დაახლოებით ნოემბრის ბოლოს მიმდინარეობდა და ჩინეთი დაახლოებით 100 ხომალდის ესე იგი მეშვეობით 100 ხომალდის მეშვეობით ჩინეთი აქ ატარებდა საკმაოდ აქტიურად სამხედრო წვრთნებს, რომლის მიზანი იყო ნოემბერ-დეკემბრის განმავლობაში მთლიანად თაივანის მიმართულებით თავდასხმითი ოპერაციების სიმულაცია პრინციპში. რატომ სიმულაცია? იმიტომ რომ ეს ერთი მხრივ გულისხმობს მომზადებას ამ ღონისძიებებისთვის, მეორე უნდა ითქვას რომ ნოემბერი-დეკემბერი არის ფანჯარა, მნიშვნელოვანი ფანჯარა. ანუ მხოლოდ ნოემბერ-დეკემბერში ან კიდევ არის მარტი ვადა, როდესაც შეგიძლია თაივანის რეალურად დაკავების სამხედრო ოპერაცია დაიწყო. სხვა პერიოდში წლის განმავლობაში ისეთი კლიმატური პირობები არის თაივანის სრუტეში, აი ამ ნაწილში, რასაც თაივანის სრუტეს უწოდებენ, რომ იქ წარმოება სამხედრო ოპერაციის არის ძალიან რთული და პრაქტიკულად წარუმატებლობის გარანტია არის პრინციპში. ჩინეთის ესე იგი ჯარმა უპრეცედენტო ამ შემთხვევაში ამ ნოემბერ-დეკემბერში, ანუ ერთი თვის წინ გამართა უპრეცედენტო იქ სამხედრო სწავლებები, მათ შორის რომელიც მიზნად ისახავდა სხვა ანუ საერთაშორისო ძალების, მაგალითად უცხო გემების, ასევე სხვა საერთაშორისო ძალების, სამხედრო ძალების ნეიტრალიზაციასაც თუ ისინი იქნებიან აქ ჩართული. ზოგადად ჩინეთი ხშირად აფრთხილებს ამერიკას, რომ აი ამ ტაივანის სრუტეში, რომელსაც ხედავთ რუკაზე, ნუ გაივლითო. ამერიკა კი პრინციპულად აქ დადის თავისი გემებით და აცხადებს, რომ ამით იცავს საერთაშორისო ზღვის მოძრაობის თავისუფლებას და შესაბამისად ეს ერთ-ერთი სადაო საკითხია. აქ უნდა ითქვას, რომ ეს წვრთნები, ეხლა რაც გაიმართა ნოემბერ-დეკემბერში 2025 წლის, იყო ყველაზე დიდი წვრთნები პრინციპში თაივანთან ჩინეთის ისტორიაში და რა თქმა უნდა ამის შედეგად
თაივანის ძალები იყვნენ ძალიან სერიოზულ საგანგებო მდგომარეობაში გადაყვანილი. პირველად უნდა ითქვას, რომ ჩინეთმა ამ წვრთნების დროს ჩართო ავიამზიდი ლიონინგი, რომელიც ესე იგი მონაწილეობდა აი ამ წვრთნებში, ოღონდ აქ კი არა, თაივანთან კი არა, ოკინავას კუნძულთან, ანუ იქ სადაც მდებარეობს ამერიკული სამხედრო ბაზა. აქ რაც არის აღნიშნული, აი სპეციალური საჰაერო თავდაცვის სისტემების მანიშნებელით, ეს არის ერთი თვის წინ ინფორმაცია, რომ იაპონია უკაცრავად ძალიან აქტიურად ავითარებს აი ამ კუნძულებზე საჰაერო თავდაცვის და სარაკეტო სისტემების, ბალისტიკური რაკეტების, რადარების და სხვა სტრატეგიულ შესაძლებლობებს, მათ შორის ოკინავას კუნძულზე და უფრო სამხრეთით აი ამ კუნძულებზეც მათ შორის. და ეგ საკმაოდ მნიშვნელოვანი ასევე სადაო კუნძულები არის ზოგადად და ზოგ კუნძულზე აქ ასევე არის დავა ზოგადად ჩინეთსა და იაპონიას შორის. აქ ყველა კუნძულზე როგორც ხედავთ არის გარკვეული სამხედრო ობიექტები. ასევე უნდა ითქვას, რომ აქ ლიანინგის ავიამზიდმა ჩინური J-15 ტიპის თვითმფრინავები არის აი ამ ავიამზიდზე და მათ ჰქონდათ აი ამ წვრთნების დროს პირდაპირ სიმულაცია ოკინავას სამხედრო ბაზაზე თავდასხმის. და რეალურად ეს არის ტექნოლოგიური ნიუანსი, მაგრამ სამიზნეში აიყვანეს იაპონიის საჰაერო ძალები. და ამ მიზეზით იაპონიის საჰაერო ძალებს დასჭირდათ F-15-ების ჰაერში აყვანა და აქ პრაქტიკულად მნიშვნელოვნად დაიძაბა მდგომარეობა კუნძულ ოკინავასთან ამ მიმართულებით ჩინეთის აქტიურობის შედეგად. და რეალურად იაპონიამ შეაფასა ეს ნაბიჯი ჩინეთის როგორც ძალიან პროვოკაციული და პრაქტიკულად ომისკენ მიმართული. ანუ ეს უკვე იაპონია ჩინეთის დაპირისპირების კომპონენტია. ზოგადად უნდა ითქვას, რომ დეკემბერში, როდესაც ეს წვრთნები ტარდებოდა თაივანის მიმართულებით, ჩვენ ვნახეთ მნიშვნელოვანი აქტიურობა ჩინეთის სახმელეთო, ესე იგი, აი აქ სანაპირო ძალების. მეორე მხრივ ვნახეთ საინტერესო შემადგენელი ნაწილი ამ წვრთნების, ეს არის სამოქალაქო დანიშნულების გემების წვრთნები. ჩინეთის სამშენებლო კორპორაციები, ვინც გემებს აშენებენ, ემორჩილებიან მთლიანად, ანუ არ არიან კომერციული ორგანიზაციები კერძო, ემორჩილებიან ჩინეთის კომუნისტურ პარტიას და სამოქალაქო გემებიც კი ნებისმიერ მომენტში შეიძლება გახდეს სამხედრო გემი, სამხედრო დანიშნულების ან მიზნის მქონე გემი და ამის მანიშნებელი იყო ის, რომ ამ წვრთნების დროს სამოქალაქო გემებიც ჩართეს. ახლა რა შეჭირდებათ სამოქალაქო გემები ჩინელებს იმისთვის, რომ დესანტი გადაიყვანონ ძალიან ჩქარა თაივანზე. რატომ? იმიტომ რომ სამოქალაქო გემის ასე ვთქვათ გარკვევა, რომ იქ სამხედროები არიან თუ არა და მისი მიზანში აყვანა და ასე ვთქვათ ჩაძირვის პროცესი ეს გაცილებით უფრო რთულია ვიდრე სამხედრო გემის მიმართულებით. ამიტომ ჩინელები იყენებენ ასეთ ჰიბრიდულ სტრატეგიას. ზოგადად ეს ამიტომაც მაგალითად აწუხებთ ამერიკელებს ჩინელების ყოფნა ანაკლიას ღრმაწლოვან პროექტ ზღვის პორტის პროექტში, იმიტომ რომ როგორც გითხარით, იქ კერძო კომპანიები არ არსებობენ. კერძო კომპანიაც კი არის ჩინეთის შეიარაღებული ძალების ნაწილი პრაქტიკულად. და ამას ადასტურებს ეს ბოლო უპრეცედენტო ღიად წვრთნები, რომელიც მიმდინარეობდა იქ. ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ ნოემბერში 2025 წლის საჰაერო სივრცის დარღვევა ტაივანის ჩინეთის მიერ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 266 დარღვევა არის მხოლოდ ნოემბერში. ანუ ჩინეთი მიზანმიმართულად აქ ისეთ აქტიურობას აწარმოებს, რომელიც არღვევს და შედის თაივანის საჰაერო სივრცეში, რომელიც მათი ესე იგი საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ არის კონტროლირებადი. ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე.
გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ, რომ ამ წვრთნების ფარგლებში ჩინეთის ძირითადი ინტერესის საგანი იყო მობილიზაციის სისწრაფის შემოწმება და პრაქტიკულად ნახვა, რამდენად სწრაფად ექნება შესაძლებლობა შეკრიბოს ჯარები, გადაისროლოს ჯარები, ნავების კოორდინირებული მუშაობა. აქ უნდა აღვნიშნოთ თქვენთან ერთად, რომ ძალიან საინტერესოა, რომ აგერ ჩინეთის მუშაობის სტრატეგია და მე ახლა გავხსნი ამ რუკას და თქვენ ნახავთ. ანუ ჩინეთის მუშაობის სტრატეგია, როგორც აქ ხედავთ, მოიცავს პრაქტიკულად აგერ მოიცავს არა პირდაპირ თავდასხმას აქედან, ანუ ხმელეთიდან თაივანზე, არამედ მის ალყაში აყვანას გარკვეულწილად ყველა მიმართულებით, ანუ თაივანის იზოლაციას პრაქტიკულად ჩინეთის მიერ. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგია, რასაც ჩვენ აქ ვხედავთ. გარდა ამისა, ჩვენ უნდა ასევე ვთქვათ, რომ ეს წვრთნები უკვე შეშფოთების საგანი გახდა სერიოზული თაივანში და თაივანში, ესე იგი, ისევე როგორც შეერთებულმა შტატებმა, ასევე თაივანმა მოუწოდეს ჩინეთს, რომ პროვოკაციებზე არ წავიდნენ. იმიტომ რომ საკმაოდ ასე ვთქვათ, რთული მდგომარეობა შეიქმნა. ანუ ყოველ წელს ჩნდება განცდა, რომ შეიძლება ამ წვრთნების საფარ ქვეშ ეხლა იყოს თავდასხმა. და იმიტომ რომ წვრთნეს ატარებენ იმ დროს, როცა თავდასხმა არის შესაძლებელი. და რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამას აკეთებენ იმისთვის, რომ ერთ წელსაც წვრთნების დროს დაიწყება ომი. ეს არის კლასიკური სცენარი, რომელიც პრინციპში პროგნოზირებულია უმრავლესი სპეციალისტის მიერ ამ სფეროს. გარდა ამისა, ჩვენ ხედავთ, რომ ჩინეთი ძალიან აქტიურად ავითარებს ახლო მანძილის საერო თავდაცვის სისტემებს. და ეს ძირითადად ჭირდება სწორედ იმ მიმართულებით, რომ თაივანს გააჩნია შესაძლებლობები ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში, აი პრინციპში თაივანის ტერიტორიიდან, აი ეს მთელი ტერიტორია სანაპიროსთან ახლოს, ანუ თაივანთან ახლოს მთელი ტერიტორია პრაქტიკულად მიზანში აიყვანოს და ესე იგი დარტყმები განახორციელოს. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ჩვენ პროცესში უკვე ვნახეთ დიპლომატიური კონფლიქტი ჩინეთსა და იაპონიას შორის პირველად 2025 წლის ბოლოსკენ, როცა ეს კრიზისი ესე იგი ეს მოვლენები შეფასდა როგორც კრიზისი ორმხრივ ურთიერთობებში, ანუ ჩინეთი-იაპონია პოლიტიკური კრიზისი არის უკვე დღის წესრიგში. და ეს უკავშირდება კონკრეტულად ერთ განცხადებას. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ ნოემბერში გააკეთა განცხადება, რომ თაივანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები იაპონიისთვის წარმოადგენს ყოფნა არ ყოფნის საკითხს, ანუ სიცოცხლის და სიკვდილის საკითხს. ეს ფორმულირებები არ გეგონოთ ხელოვნების ჟანრიდან. ამ ფორმულირებებს აქვს ძალიან კონკრეტული სამხედრო დანიშნულება. იაპონიის შეიარაღებული ძალების მოქმედების არეალი შეზღუდულია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და მოიცავს მხოლოდ იმ ტერიტორიებს და იმ შემთხვევებს, სადაც დგას იაპონიის ყოფნა არ ყოფნის საკითხი. და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა იაპონიის ყოფნა არ ყოფნის საკითხი თაივანზე ჩინეთის თავდასხმის ამ სცენარზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელი, ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ გესმით ასევე, რომ იაპონიის და ესე იგი ფილიპინების კავშირი აი აქ ხედავთ, მაგალითად ბოლო კუნძული და პირველი კუნძული რომ ავიღოთ 400 კილომეტრი. ეს კავშირი არსებობს მყარად, თუ თაივანი არის მათი მოკავშირე. თუ თაივანი არის მათი მტერი, მაშინ მე ვიტყვი, რომ აქ ჩინეთი ამ კავშირს აი ასეთი სცენარით ბლოკავს. შესაბამისად ხდება იზოლაცია ჩინეთის მიერ ორ ნაწილად. ჩრდილოეთ ნაწილში რჩება იაპონია, სამხრეთ კორეა, დასრულებულია ეს საკითხი, სამხრეთ ნაწილში რჩება მარტო ფილიპინები, ცალკე და აი აქ არის გუამის ბაზა. ანუ გარკვეულწილად გუამის ბაზა, ნახეთ, თაივანი, თქვენ ხედავთ აქ, რომ
გუამის ბაზიდან თაივანამდე არის პირდაპირი გეზი, პირდაპირი. და ამ მიმართულებით ოკინავას ბაზაც აქ არის, ანუ გუამის ბაზიდან ოკინავამდე, გუამის ბაზიდან თაივანამდე, მათ შორის გუამის ბაზიდან, რომელიც ცენტრალურია, იაპონიამდე ან სამხრეთ კორეამდე, აგერ ჩავთვალოთ სამხრეთ კორეამდე და ფილიპინებამდე არის უმთავრესი ამერიკული ლოგისტიკური ჰაბი აქ ხედავთ რეგიონში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ჰაბი გუამი. გუამს უსაფრთხოდ არის თუ აი ეს ყველა სისტემა დაცულია. ხოლო თუ ჩინეთი ტაივანზე კონტროლს ამყარებს, მაშინ პირდაპირ ტაივანი და გუამი ხდებიან დაპირისპირებაში. და ამ შემთხვევაში პირდაპირი თავდასხმებიც არის შესაძლებელი გუამიდან ტაივანზე, ტაივანიდან გუამზე და ტაივანი ხდება რეალურად ჩინეთის მთავარი იარაღი მათ შორის ოკინავას ამერიკული ბაზის წინააღმდეგ, თაივანი ამ შემთხვევაში ხდება მათ შორის მიმართულება იაპონიის მიმართ თავდასხმის, აი სამხრეთის მიმართულებით, ანუ აი კუნძულების მიმართულებით და თაივანი ასევე ხდება ფილიპინების წინააღმდეგ სერიოზული თავდასხმის მიმართულება. ანუ თაივანს გააჩნია აქ საკვანძო როლი აი მთელ ამ არქიტექტურაში, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების, როგორც გავიაზრეთ, ეს იაპონიის განცხადება იყო საკმაოდ სერიოზული და კონფლიქტური პრინციპში იმ მხრივ, რომ 14 ნოემბერს შემდეგ უკვე ჩინეთმა გამოიძახა საგარეო საქმეთა სამინისტროში იაპონიის ელჩი და მას პროტესტის ნოტა გადასცა და ამის შემდეგ დაიწყო პრინციპში სერიოზული პრობლემები. კერძოდ ჩინეთმა მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ იმგზავრონ იაპონიაში და აკრძალა გარკვეული ექსპორტი, ესე იგი ჩინეთში და იმპორტი იაპონიიდან უკაცრავად, მათ შორის თევზეულის იმპორტი იაპონიიდან, ხო, წარმოგიდგენიათ იაპონიას რა როლი გააჩნია და რა ეკონომიკის რამდგენელია ზღვის პროდუქტები და ასე შემდეგ, ხო, იაპონიაში. და დიპლომატიური ეს პროტესტი მნიშვნელოვნად გაგრძელდა. როდესაც შემდეგ უკვე დეკემბრის დასაწყისში, როგორც გითხარით, ლიანინგის ავიამზიდმა აიყვანა სამიზნეში იაპონური კუნძული და საჰაერო თავდაცვის სისტემები 7-8 დეკემბერს უკვე იაპონიამ გამოიძახა ჩინეთის ელჩი, მას პროტესტი გადასცა და თქვა, რომ ეს სრულიად მიუღებელია ის რაც მოხდა და პრინციპში აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, რომ აი ამ წვრთნების შემდეგ რაც დაიწყო და თქვენ იცით, რომ თაივანი არის ძალიან მდიდარი ქვეყანა, ან ერთეული, ახლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა, ცალკე რო ფუნქციონირებს და ქვეყნის ყველა პარამეტრი გააჩნია, ფაქტია. და აქედან გამომდინარე არის ერთი ნიუანსი, რომ 40 მილიარდი დოლარით გაზარდა თაივანმა სამხედრო დანახარჯები ახლა აი ამ წვრთნების მერე, ანუ რეალური ჩინეთისგან რეალური საფრთხე დაინახა დიდი მასშტაბის და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტმა ლაი ჩინგტემ გადაწყვიტა, რომ დაამატოს სამხედრო ბიუჯეტში 40 მილიარდი დოლარი. რაზე იქნება დახარჯული ეს 40 მილიარდი დოლარი? ამერიკული ჰიმარსების ან ხაიმარსების სისტემის მიმართულებით. ესე იგი, პირველი 11 ხაიმარსი, რომელსაც შეუძლია 300 კილომეტრიანი მანძილით სროლა, უკვე მიიღო, ესე იგი, თაივანმა და დანარჩენის მიღებას ელოდება 2026 წლის ბოლოს. ახლა მოდით აქედან ნახოთ 300 კილომეტრი რაც გულისხმობს ძვირფასო მოქალაქეებს. აგერ 300 კილომეტრი. აგერ 300 კილომეტრი. ამ წერტილიდან 300 კილომეტრი. მაგრამ ამ წერტილიდან თუ ვთვლით, ხო, მოდით სულ ჩრდილოეთის წერტილიდან დავთვალოთ და უშუალოდ 300 კილომეტრი აგერ. ამავდროულად ამ წერტილიდან დაუშვათ სიღრმეში ავიღოთ 300 კილომეტრი. და ამ ყველაზე სამხრეთი ტერიტორიიდანაც ავიღოთ დაახლოებით 300 კილომეტრი. და დაახლოებით ეს რეალურად რომ დავთვალოთ, გამოვა დაახლოებით აი ეს პარამეტრი, ანუ აი ასეთი
ზონა იქმნება დაახლოებით 300 კილომეტრიანი ხიმარსების სისტემის მეშვეობით. ანუ მთლიანად ნაპირი, საიდანაც პოტენციურად შეიძლება თავდასხმა ტაივანზე დაცულია. მეორე საკითხია, რომ შეიძლება დაუშვათ რაღაც მოვლენები აქედან მოხდეს პირობითად, ხო? ამ შემთხვევაში ეს არის უფრო ზღვის კომპონენტი, მეტი დრო აქვს ტაივანს და ხო, იმიტომ რომ აქ ხო მოკლე დრო არის 200 კილომეტრი და აქ ახლა მე რაც დავთვალე, ჯამურად გამოდის 500 კილომეტრი, ხო, სად 200, სად 500 კილომეტრი. ზუსტად იგივენაირად სამხრეთიდან ესე პირდაპირ თუ არ მოხვალ და ცოტა უფრო ღრმა ნაწილიდან მოხვალ დაუშვათ ესე, ასევე იზრდება ეს მანძილები და ეს არის საკვანძო, რა თქმა უნდა. როგორც გითხარით, ხიმარსების სისტემა არის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, თუმცა ასევე ძალიან აქტიურად, აი რაზეც ახლა ვსაუბრობდი, ტაივანი ესე იგი შეწყდვაში არის გემების წინააღმდეგ სპეციალური რაკეტების, რომელიც ჭურვების, რომელიც გემებს გაანადგურებს. ანუ გათვლილია იმაზე, რომ ერთი მხრივ როგორც კი დაიწყებს ომს ჩინეთის ხმელეთზე არსებული სამხედრო შესაძლებლობები დაიბომბოს ამ რაიონში და ამავდროულად ყველა გემი, რომელიც დაიძრება, რომ ტაივანისკენ იყოს, ესე იგი, ასევე სამიზნეში აყვანილი. აქ არის მნიშვნელოვანი, რომ ტაივანმა ბოლო პერიოდში 2025 წლის შუაში გამართა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წვრთნები საკუთარ ისტორიაში, ივლისში და მათ შორის პირველად ისროლეს ხიმარსის ეს რაკეტები, რომელთაც აჩვენეს საკუთარი შესაძლებლობები. მათ შორის, ესე იგი, ტაივანის და რაზეც ვამბობდი, ხომ? ტაივანის შეიარაღებული ძალები აწარმოებენ სპეციალურ ოპერაციას იმ დროს წვრთნებს, როგორ უნდა ეს მდინარე, რომელსაც თქვენ ხედავთ, ესე იგი, ნაღმებით შეავსონ იმ შემთხვევაში, თუ ომი დაიწყება, რომ ჩინეთმა ვერ შეძლოს ამ მდინარის მეშვეობით შესვლა დედაქალაქისკენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, გასათვალისწინებელი, ისევე როგორც ეს ეხება სხვა მდინარეებსაც, ანუ რიგი მდინარე არის, სადაც ჩინეთს შეუძლია მდინარეების მეშვეობით შემოვიდეს ტერიტორიაზე ტაივანის და კონტროლი კონდეს ტაივანზე. გარდა ამისა, საინტერესოა, რომ პრინციპში ამ მიმართულებით იყენებენ ჩეხურ ტექნოლოგიებს და ჩეხეთს გააჩნია გარკვეული ეს წარსული ტექნოლოგიების ასეთი მდინარეების დაბლოკვის და ასე შემდეგ კონტროლის. გარდა ამისა, უნდა ვთქვათ, რომ თავად ტაივანი და როგორც იცით, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა არის, ასე ვთქვათ, ტაივანი ტექნოლოგიური მიმართულებით ჩიპების წარმოებაში რეკორდსმენი არის პრინციპში მსოფლიო მასშტაბით, ანუ ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელი გააჩნია და უმაღლესი, ანუ ხარისხის ტექნოლოგიური ქვეყანა არის ზოგადად, ანუ საზოგადოება არ ვიცი, როგორც გინდა დაარქვით, ხო? ქვეყანაზე ყოველჯერზე რომ ვამბობ, შეიძლება სხვადასხვა პოზიცია იყოს, მაგრამ ეგ არ არის ახლა არსებითი, რასაც გამიხილავთ. ესე იგი, ტაივანი თავისი წყლისქვეშა ნავებს, ასე იგი, აწარმოებს თავის საკუთარს, წარმოიდგინეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ასევე, ხო, ეს პირველი არის მისი და ჰაიკუნ ქვია, ანუ რომელიც 2025 წლის ბოლოსკენ უკვე მზად იყო, ანუ პირველი მისი წყლისქვეშა ნავი არის და რომელსაც გააჩნია ბევრი შესაძლებლობა, მათ შორის ძირითადი შესაძლებლობა არის, რომ სხვა ნავების წინააღმდეგ და წყლისქვეშა ნავების წინააღმდეგ ბრძოლა აწარმოებს. გარდა ამისა, ტაივანი აწარმოებს თავის საკუთარ ესე იგი, საჰაერო თავდაცვის სისტემას მიწა ჰაერის მიმართულებით და აწარმოებს ნავების წინააღმდეგ, ესე იგი, საკუთარ სპეციალურ რაკეტულ სისტემას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, მას გააჩნია ასევე საკუთარი საჰაერო თავდაცვის სისტემები Skybow 3, ისედაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და უნდა ვთქვათ, რომ იყენებს ტაივანი ძალიან აქტიურად სატელიტურ ინფორმაციას აი ამ სამხედრო მიმართულებით. დიპლომატიური მიმართულებას რაც შეეხება პრინციპში ტაივანი აგრძელებს თავის ძალისხმევას არაფორმალურს შეერთებულ შტატებთან, იაპონიასთან აქტიური მოკავშირეობის და ურთიერთობების და
განსაკუთრებით თაივანის და იაპონიის ურთიერთობები არის ძალიან ეხლა განვითარებული, სწორედ ამიტომ ეთყობა ჩინეთი, როგორც გითხარით, შეშფოთებული არის იაპონიის აქტიურობით რეგიონში. ასევე უნდა ითქვას, რომ შეერთებული შტატების კონგრესში არსებობს ეგრეთ წოდებული Taiwan Relations Act, რომელიც მართალია აღიარებას არ გულისხმობს თაივანის, მაგრამ თაივანთან ურთიერთობებს გულისხმობს. და თაივანისთვის მათ შორის სამხედრო დახმარების გაწევასაც გულისხმობს და შეერთებული შტატები აქტიურად ეხმარებიან თაივანს. აი ამ სრუტეში, როგორც გითხარით, თაივანის სრუტეში, რომელსაც აქ ხედავთ, აგერ ეს სრუტე, თაივანის სრუტეში 12 ესე იგი გასვლა მოხდა გემების, საერთაშორისო გემების, ასე ძალიან მნიშვნელოვანი. და კერძოდ ეს გასვლები გულისხმობდა შეერთებული შტატების, იაპონიის, ესე იგი ნავიგაციის თავისუფლების პროგრამას, ამას ემატება გაერთიანებული სამეფო საფრანგეთი, კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია და ვიეტნამი. და ძალიან უკმაყოფილო არის ჩინეთი, რომ ამბობს, რომ აქ ნუ მოძრაობთო. მე ეს არ მომწონსო, აქ ნუ მოძრაობთო. და ეს ძალიან ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია აქ ზოგადად დაპირისპირების ამ რეგიონში. იაპონიის მიმართულებით მინდა გითხრათ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი. კერძოდ, რომ იაპონია 1%-დან MŠP-ს 1% იყო სამხედრო ბიუჯეტი, ზრდის 2%-მდე. იაპონიის ეკონომიკა იმხელა არის ზოგადად, რომ ეს არის უზარმაზარი წინსვლა და ეხლა იაპონია აწარმოებს გრძელი მანძილის თავდასხმით შესაძლებლობებს, მათ შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები და უკვე შესყიდულიც არის ტომოჰავკის ტიპის რაკეტები და მოლაპარაკებები არის კიდევ უფრო მეტი შესყიდვის შესახებ. გარდა ამისა, იაპონიას აქვს მიზანი, რომ თავისი წარმოებაც შექმნას სხვადასხვა შესაძლებლობების. და აქტიურად ხდება განლაგება გარკვეული შეიარაღებული ძალების, მათ შორის აი ამ ბოლო კუნძულზეც, რომელზეც მე უკვე მოგიყევით. საერო თავდაცვის სისტემების, რაკეტული სისტემების და ასე შემდეგ. და იმ ფონზე, რაც განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, პრაქტიკულად ეს გარკვეულწილად უსაფრთხოების გარანტია არის ეხლა თაივანისთვის. თუ თაივანი წინააღმდეგ ომი დაიწყება, იაპონია პრაქტიკულად გახდება მნიშვნელოვანი დახმარების წყარო თაივანისთვის. არ ვიცით რა კუთხით, მხოლოდ დახმარებას გაუწევს თუ პირდაპირ ომში ჩაერთვება, მაგრამ ორივე შესაძლებელი არის ფაქტობრივად. გარდა ამისა, უნდა ვთქვათ, რომ 2025 წელი იყო ისტორიული. იმ კუთხით, რომ პირველად გაიმართა იაპონია, უკაცრავად შეერთებული შტატები, იაპონია, სამხრეთ კორეა სამხრივი წვრთნები რეგიონში, რომელსაც ქვია ესე იგი თავისუფლების ზღვარი. და ნუ პრინციპში მართალია, აი აქ მთავრდება თავისუფლება, დაიწყება რუსეთი და ჩინეთი. ორივეს შესახებ ბევრი ვიცით. რუსეთი და ჩინეთი. სწორედ ამიტომ საკმაოდ ფართო წვრთნები იყო სექტემბერში და იყო მასში ჩართული როგორც ზღვის საზღვაო ძალები, ასევე კიბერძალები, ასევე საჰაერო ძალები და პრაქტიკულად ყველა მიმართულებით ძალები. ერთობლივი პატრულირებაც გააჩნიათ შეერთებულ შტატებს და იაპონიას ამ მიმართულებით და ამ პროცესებში ძალიან აქტიურად რთავენ ავსტრალიას, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორს თანამშრომლობის. ზოგადად, როგორც გითხარით, ამ მიმართულებით წნეხი და დაპირისპირება პრინციპში გრძელდება და პეკინი, რა თქმა უნდა, ამ წვრთნებითაც იყო ძალიან უკმაყოფილო. ზოგადად, პეკინი ყველაფრით არის უკმაყოფილო იქ, რაც ხდება აი ამ დემოკრატიული ქვეყნების ფარგლებში, შეერთებული შტატები, იაპონია, სამხრეთ კორეა, თაივანი გარკვეულწილად და ასე შემდეგ. ახლა კიდევ ერთი საინტერესო მდგენელი არის სამხრეთ კორეა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჯაე-მიუნგმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან ერთად გამართავენ წვრთნებს, ფართომასშტაბიან წვრთნებს ცალკე და თავისუფლების დამცველი ერქვა მას პრინციპში ძირითადად.
შინაარსი ეგ ჰქონდა, ანუ ასევე თავისუფლებას უკავშირდებოდა ორივე. და ეს წვრთნები გულისხმობდა ჩრდილოეთ კორეიდან, ხო, რომელზეც ნაკლები ვისაუბრეთ, მაგრამ ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე საფრთხეებზე, რომელიც პოტენციური საფრთხე არის სამხრეთ კორეისთვის და იაპონიისთვის და ამავდროულად არის ჩინეთის მთავარი მოკავშირე კი არა, ვასალი უпростоრად. და მათ შორის რუსეთის პარტნიორი, როგორც იცით ეს კარგად, ჩრდილოეთ კორეა აგზავნის უკრაინაში ჯარებს რუსეთის მხარეზე ომის მიზნით და ამის სანაცვლოდ რუსეთი ეხმარება მას გარკვეული შეიარაღების წარმოებაში და ჩრდილოეთ კორეა ამის შედეგად ემუქრება იაპონიას და ემუქრება სამხრეთ კორეას. და ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი. ხო, F-35-ები არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც კორეაში ძალიან ხშირად არის განთავსებული შეერთებული შტატების ძალების ფარგლებში. გარდა ამისა, სამხრეთ კორეაში განთავსებული არის ხშირად და როტაციის პრინციპი არსებობს ამერიკული ბირთვული იარაღი, ჩრდილოეთ კორეული ბირთვული იარაღის საპასუხოდ, გუამის ბაზაზე, რომელიც აგერ განახეთ სად მდებარეობს, განთავსებული არის სტრატეგიული ბომბდამშენები შეერთებული შტატების, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი ესეთი სამხედრო ოპერაციის წარმოება ამ რეგიონში, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენება. და აქ უნდა ითქვას, რომ ძალიან აქტიურად გრძელდება ეს სამხრივი თანამშრომლობა შეერთებული შტატები, იაპონია, სამხრეთ კორეა და ეს მიმართულება ხედავთ, ხო, გუამი, ოკინავა, იაპონია, მერე უკვე სამხრეთ კორეა. ეს არის დაახლოებითი სცენარი ახლა თანამშრომლობის ამ რეგიონში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელი. ზოგადად ჩრდილოეთ კორეას რაც შეეხება, ჩრდილოეთ კორეა აქტიურად ავითარებს ბირთვულ თავის რაკეტებს, ახალ სხვადასხვა ბალისტიკურ რაკეტებს ქმნის, ხშირად ისვრის ამ ბალისტიკურ რაკეტებს და მოკლედ აი აქ ვარდება ხოლმე რა დაახლოებით. და ამ მიმართულებით ისვრის და იაპონია ძალიან შეზღუდული არის, შეწუხებული არის უკაცრავად იმით, რომ ჩრდილოეთ კორეიდან ხშირად მას აწუხებენ მოკლედ აი აქეთკენ სროლით რა, ანუ დაახლოებით აქეთკენ სროლით, ემუქრებიან იაპონიას ასე რეალურად და იაპონიას რა თქმა უნდა უკვე აწუხებს ის ფაქტორი, რომ საფრთხეს წარმოადგენს. ტაქტიკურ ბირთვულ იარაღსაც ავითარებენ და ცდილობენ გარკვეული ინტერკონტინენტული კონტინენტთა შორისი ბალისტიკური რაკეტებიც განავითარონ რუსეთის დახმარებით რეალურად და სამხედრო წვრთნებსაც ატარებენ საკმაოდ აქტიურად. ეს არის რეალურად ის მდგომარეობა, ძვირფასო თანამემამულეებო, რაც ახლა შექმნილია პრინციპში აი შორეულ აღმოსავლეთში და ჩვენ თაივანის ირგვლივ და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ახლა ჩვენ თქვენთან ერთად ეს საკითხი შევისწავლეთ დღეს, საკმაოდ ბევრი დრო დაგჭირდა ამისთვის, მაგრამ მაინც ზედაპირული არის ეს ანალიზი, იმიტომ რომ თითოეული საკითხი იმდენად სიღრმისეულია აქ, რომ შეიძლება გაცილებით უფრო დეტალურად საუბარი. ამიტომ თქვენთან ერთად ჩვენ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ, იქედან გამომდინარე, რა თემები იქნება აქტუალური და ან რა კითხვები გექნება თქვენ, რომელიც შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში და შემიძლია შემდეგ ანალიზებში ეს დავფარო. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და შევხვდებით შემდეგი ანალიზის დროს.